უნდა დავიცადოთ ორი დღე და გადაუვლით ეს ყველაფერი როგორც სხვა საკითხებს გადაუვლია მათთვის. ასე ეხმაურება პაპუაშვილის საზოგადოების კრიტიკას ინფორმაციაზე, რომ აბასთუმნის ცა ივანიშვილის მოთხოვნით იკეტება. ის ამტკიცებს, რომ მოქალაქეები თავს ძალით იბრაზებენ. ოცნების წევრები ცის ჩაკეტვას მეცნიერების მოთხოვნას უკავშირებენ, პარალელურად კი ირწმუნებიან, რომ ივანიშვილმა, რომელმაც აბასთუმანში საოჯახო რეზიდენცია მოიწყო, კურორტი აღადგინა და განავითარა. გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე, ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფორმულასთვის გაგზავნილ პასუხში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განიხილება კონკრეტული ნაბიჯებიც, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა, მათ ელექტრონულ პორტალზე უნებართვოდ შეაღწია, შემდეგ კი 5 კოლეგას სტუდენტების სახელით დაბალი შეფასებები დაუწერა. ინფორმაციას აჭარა ტაიმსი აღწერს. ამოწმებას მომხდარს ლექტორები უდასტურებენ. დანაშაულში მხილებულმა პირმა ბოდიში მოიხადა, საქმეზე კი გამოძიებას პროკურატურა 2024 წლიდან აწარმოებს. აერთიანებულმა სამეფომ უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადასცა. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.